ყველამ, ვინც იქ ვიყავით, დავინახეთ, როგორი უსამართლოა სასამართლო 4 ჭიათურელის მიმართ. 2 თვე უკვე არიან ეს ხალხი ციხეში და ამ 2 თვის მანძილზე პროკურატურამ რატო ჩასვა ეს ხალხი, რატო მოითხოვა ამ ხალხის ციხეში ჩასმა, ხო? წინასხდომას. მოითხოვა იმიტომ, რომ ისინი მიიჩნევდნენ, რომ თუ ეს 4 ადამიანი იქნებოდა გარეთ, ისინი მოახდენდნენ ზემოქმედებას მოწმეებზე, გაანადგურებდნენ მტკიცებულებებს, დაიმალებოდნენ სასამართლოს და ჩაიდენდნენ ახალ დანაშაულს. 2 თვის თავზე აღმოჩნდა, რომ პროკურატურას არ დაუკითხავს არც ერთი მოწმე. ხო, ანუ ეს 2 თვე რისთვის ჭირდება საგამოძიებო ორგანოს? საგამოძიებო ორგანოს ეს 2 თვე ჭირდებოდა იმისთვის, რომ მოეგროვებინა მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა იმ ხალხის დამნაშავეობას, ვისი პატიმრობაც მოითხოვა, ხო? არც ერთი მოწმე დაკითხული არ არის. არც ერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული არ არის. ანუ რატომაც მოითხოვეს ამ ხალხის ციხეში გამოკეტვა, არც ერთი მიზანი მიღწეული არ არის, ხო? ეს ხალხი ციხეში ისევ არის რუსეთის მოქალაქის ჩვენების საფუძველზე, იმიტომ რომ ეს რუსეთის მოქალაქე ახდა აი ამ აღაროს დირექტორს, რომელიც ჭიათურაში ცნობილია თავისი კლასისტური დამოკიდებულებით მაღაროელთა მიმართ, დამამცირებელი, შეურაცხყოფელი, არაადამიანური მოპყრობით წლების მანძილზე